სუფიზმი არის მისტიკური ტრადიცია ისლამის, თუ შეიძლება ასე ითქვას, მისტიკისა და მისტიციზმის ტრადიცია, სამყაროს არსებობის ერთიანობის იდეა, რასაც ეფუძნება სუფიზმი, რა თქმა უნდა, მომდინარეობს ყურანის ცალკეული აიებიდან, მუსლიმი მისტიკოსების აღიარებით, სამყარო არის ერთიანი, მთლიანი და არის ღმერთის ემანაცია, ანუ განფენა, სინათლის წერტილი რო წარმოიდგინო, რომელსაც ღმერთს დავარქმევთ და იქიდან მოდის ეს მთელი ეს სინათლე, რომელიც სხვადასხვა სხივად იშლება, მერე სხვადასხვა სპექტრში გადაწყდება, ზოგჯერ ადამიანში, ზოგჯერ ვთქვათ, ყველა საგანი არის ღვთიური არსებობის ემანაცია და ეს არის გამოსხივება, თაებრივი გამოსხივება. ამიტომაც ყველა საგანი და ადამიანი პირველ რიგში, იმიტომ რომ ადამიანი არის შესაქმნის გვირგვინი, მიისწრაფის იმას, რომ უკან დაბრუნდეს თავისი პირველ საწყისისაკენ. და ადამიანის სულა ამ სამყაროში და მერე ღმერთისაკენ გაგებულია როგორც გარკვეული წრებრუნვა, რომლის გავლაც ყველა საგანს უწევს, მათ შორის პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ადამიანს. აი ეს არის ძირითადი ღერძი სუფისტური წარმოდგენისა.